მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. უკანასკნელი შანსი ხელისუფლებისათვის და 24 საათიანი ვადა ოპოზიციის მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად. რუსთაველზე შეკრებილი ოპოზიცია პრეზიდენტის უპირობოდ გადადგომას ითხოვს და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს უბრძანის. პერმანენტული აქციები თუ დიალოგი მხარეებს შორის როგორ აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნების განხორციელებას და განიხილავს თუ არა გადამდელი არჩევნების შესაძლებლობას მმართველი გუნდი. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა და 24 საათიანი ულტიმატუმი. რა გეგმები აქვს ოპოზიციას ერთად და ცალ-ცალკენ. მოვედით, ვთქვათ, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი. მიშა, მოვედით. დღეს აქ დამთავრდა პლებისციტი. დღეს მთელი ერი ითხოვს ერთადერთს და ეს არის მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა. მე მესმის იმ ადამიანების ვინც 2007 წელს ჩემგან დაცვას ელოდა და მე არ მწვენია იმის რომ ამ ადამიანებს ბოდიში მოუხადო ის რომ ვერ დავიცავ ისინი ჩვენი პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს ძალიან მარტივ ფორმულაში მეგობრებო არც SNG-ში დაბრუნება არც ნატოში შესვლა დაგვენებოს ყველამ თავი დიალოგს საუბარს და კონკრეტულ მოლაპარაკებას კრიზისის დაძლევის დროს ალტერნატივა არ გააჩნია. რადიკალური მოთხოვნები და დიალოგის შანსი. როგორია ხელისუფლების პოზიცია რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით? როგორი აზრებიც არ უნდა გქონდეს, როგორაც არ უნდა გავსხოვდებოდეთ. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვჭირდება ამ სამშობლოს ერთიანობა, ჩვენ გვჭირდება ამ სამშობლოსთვის დღე-დაღამე მოღვაწეობა, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავისუფლების ბრძოლის დაგვირგვინება, ჩვენი საქართველოს საბოლოო განთავისუფლება. ეს არის სიმბოლური დღე, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი დიალოგის შეთავაზება კონკრეტულ თემებზე, როგორიც არის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, ახალი კონსტიტუციური ბალანსი და ხელისუფლების გადანაწილება ქვეყანაში და ახალი შესაძლოთ ახალი მოდელი თვითმმართველობით. საპროტესტო აქცია რუსთაველზე პოლიტიკური მოთხოვნები 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი გახავთ ალიანსი თავისუფლებისათვის ერთ-ერთი ლიდერი მოძრაობა თავისუფლების ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია საღამოშვიდობის ბატონო კონსტანტინე მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ დღევანდელი დღის შეფასება იმ დღით რომელსაც ოპოზიცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა რა მიიღო არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა. დღეს არის ძალიან დიდი დღე მათი ეს არის 9 აპრილის აქცია ერთის მხრივ ეს ხდება აღნიშვნა ძალიან დიდი თარიღისა არის 20 წლის თავი მეორეს მხრივ ეს არის უდიდესი საპროტესტო აქცია ქვეყანაში დღეს ამ აქციას დაესწრო 150,000-მდე ადამიანი და ძალზე სამწუხაროა რომ ჩვენმა მასმედიამ საკმაოდ ფრაგმენტულად და სუსტად გააშუქა ეს მოვლენა არ მოხდა მთელი სიგრძე სიგანით გაშუქება ამ ყველაფრისა ეს ადამიანები არიან ღირსებით სავსე ქართველი და საქართველოს პატრიოტები ეს ადამიანები აქ მოიყვანა ძალიან დიდმა შეურაცხყოფის გზნობამ. ეს შეურაცხყოფის გზნობა მათში დათესა მიხეილ სააკაშვილის 5 წლიანმა მმართველობამ. ეს პროტესტი, ეს აღშფოთება ადამიანები მოვიდნენ, გამოხატეს თავიანთი პროტესტი და ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ შესრულდება აქციის ძირითადი მოთხოვნა გადადგეს მიხეილ სააკაშვილს. ეს არის მათი განაჩენი. ეს არის ამ ადამიანების საზოგადოებაში და ეს ადამიანები დღეს გამოვიდნენ, მაგრამ გაუგებარიან ნამდვილად ოპოზიციის პრეტენზიები, რომ მასმედიამ ეს მოვლენა არ გააშუქა გააშუქა, გეთანხმებით, მაგრამ არ გააშუქა იმ მასშტაბით, არ გააშუქა ისე, როგორც ეს იყო, ძალიან ბევრ ადამიანს არ დარჩა ეს შთაბეჭდილება, რომ აქცია რეალურად იმ მასშტაბით რა საინფორმაციო გამოშვებები გადის ჩვენს არხზე გადის დღეში 3 ჯერ დილის საინფორმაციო გამოშვება და შემდეგ დღის განმავლობაში რამდენიმე გამოშვება და ამ გამოშვებებში პირველი რამდენიმე წუთი გამოშვებებისა და ახლობით 15 წუთი მაინც ეთმობოდა ოპოზიციის აქციას და ოპოზიციის აქტივობას. გეთანხმებით, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგმართა და მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ აქცია რეალურად გამფენილი იყო თითქმის თავისუფლების მოედნიდან ოპერამდე. აი ეს მასშტაბი მაგალითად აქციისა ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში არ ხდება. მე მაინც და მაინც თქვენთან მე არ გულისხმობ, მაგრამ არის კიდევ სხვა დიახ, ასე ვთქვათ, ტელეკამპანიები, სადაც ეს არასათანადოდ და არასაკმარისად იქნა გაშუქებული. ეს ზოგადი საყედურია ჩვენი მედია სივრცის მიმართ. კი ბატონო, დაუბრუნდეთ ისო პირველ შეკითხვას, რა მიიღო ოპოზიციამ დღევანდელი აქციით?
დღევანდელი აქციით ოპოზიციამ მიიღო ის, რომ დააფიქსირა თავისი მზადყოფნა, დააფიქსირა თავისი კონსოლიდაცია ამ ერთი მოთხოვნის მიმართ. ამავე დროს გამოავლინა იშვიათი პოლიტიკური სიმწიფე, აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, მიმდინარეობდა კონსტიტუციის ფარგლებში, ასეც გაგრძელდება, თუმცა იქნება გამწვავებები ასევე კონსტიტუციის ფარგლებში. გამწვავები აქციის მონაწილეების მხრიდან ბატონო. რას გულისხმობთ? იქნება ასე ვთქვათ პიკეტირებები, იქნება ასე ვთქვათ გამფენა ამ აქციის მთელი ქალაქის მასშტაბით, ეს იქნება ნამდვილი ეროვნული დაუმორჩილებლობა, ისე როგორც ეს გააკეთა ინდოეთში უდიდესმა ასე ვთქვათ თავისუფლებისთვის მებრძოლმა მაჰატმა განდიმ. ეს იქნება განდისტური თავისი ბუნებით, მაგრამ ძალიან ეფექტური. და მერწმუნეთ რომ მოთხოვნა გადადგეს მიხეილ სააკაშვილი გახდება რეალობა ამ აქციების შედეგად. როდიდან განიხილავთ თქვენ უკვე ამ გამწვავებებზე გადასვლას? გამწვავებები შესაძლოა ძალიან მალე დაიწყოს. ხდება უკვე ხვალიდანვე. და რომელი ობიექტების პიკეტირებას განიხილავს? ჯერჯერობით ნახოთ. ჯერჯერობით მიმდინარეობს საუბრები და კონსულტაციები ამ თემებზე. ანუ ჯერ არ არის ოპოზიცია ზუსტად ჩამოყალიბებული რის გაკეთებას აპირებს? ხვალ მოგახსენებენ მიტინგზე. ამას იტყვიან და მთელი მოსახლეობა და ასე ვთქვათ მთელი საქართველოს ასეთ ვითარებაში სხვადასხვა ობიექტის პიკეტირების შემთხვევაში რამდენად მოხერხდება, რამდენად მოახერხებს აქციების ორგანიზატორი ოპოზიცია, რომ ეს აქციები და ეს პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს? ჩვენ ვიღებთ ამას ჩვენს თავზე, რომ ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არ იქნება გადალახული გარკვეული საზღვრები. ბატონო კონსტანტინე, დღევანდელმა აქციამ რომ მშვიდად ჩაიარა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გარდა იმისა, რომ მომიტინგეები იყვნენ მშვიდობიანები და ამას ხაზი გაუსვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღიარებს თუ არა ოპოზიცია იმასაც, რომ დღევანდელი დღის სიმშვიდეს ხელი შეუწყო იმანაც, რომ სამართალდამცავების მხრიდანაც იყო დაცული წესრიგი. ცხადია, სამართალდამცავების ერთ არ გამოჩენილან, ალბათ ეს მართებული დამოკიდებულებაა მათის მხრიდან, ვინაიდან ისინი გაღიზიანებას იწვევენ ხშირად ხალხში და უმჯობესია, რომ ეს არ მოხდეს ეს კონტაქტი. ბატონო კონსტანტინე, დაუბრუნდით დღეს თქვენს დღევანდელ მიმართვას და პრეზიდენტისთვის წამოყენებულ ულტიმატუმს. რას ნიშნავს 24 საათიანი ვადა? რა პასუხი უნდა გაქცეთ ამ ვადაში? მაპატიეთ, ეს არ არის ულტიმატუმი. ულტიმატუმი ნიშნავს იმას, რომ თუ ის არ შესრულდება, ამას მოყვება უკვე გადამწყვეტი მოქმედებები. ეს არის ჩვეულებრივი მიმართვა და თუ ისინი ამას არ დააკმაყოფილებენ, ყველაფერი ისე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული. ანუ მაშინ რას გულისხმობს 24 საათიანი ვადა? 24 საათიანი ვადა გულისხმობს იმას, რომ ეს არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ისინი შეიკრიბონ, განიხილონ და გაგცენ ასე ვთქვათ ამწურავი პასუხი. პასუხი მათ უფრო მალე გასცეს, რა თქმა უნდა, ვიდრე 24 საათი არ დასჭირებიათ. ალბათ არც იყო ეს გამორიცხული და ალბათ არც იქნებოდა ეს ოპოზიციისათვის მოულოდნელი თუ გავითვალისწინებთ იმას, როცა ოპოზიცია ემზადებოდა თავისი აქციებისთვის, როდესაც ოპოზიციის ამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა წაუყენეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმი, რომ დაენიშნა რეფერენდუმი, ხელისუფლებამ კაფეო და ცალსახა პასუხი გასცა იმას, რომ არჩევნების იდეა და პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობა არ განიხილება. რატომ გადის ოპოზიცია ისევ ამავე გზას და რატომ ცდილობს ისევ ასეთივე მოკლე ბადის დაწესებით მიიღოს ხელისუფლებისაგან სასურველი პასუხი? ეს იცით არ არის ოპოზიციის ულტიმატუმი, ან ოპოზიციის მოთხოვნა. ეს არის ძალიან საზოგადოების და ხალხის ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნა და დღევანდელმა აქციამ ეს დაადასტურა და ეს არის იმ ადამიანების განაჩენი, რომლებიც მოვიდნენ აქციაზე ან თანაუგრძნობენ ამ აქციას სრულიად საქართველოს მასშტაბით. და ძალიან ბევრი მათგანი მონაწილეობდა ვარდების რევოლუციაში, დარწმუნებული ვარ და მხარს უჭერდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს. ბატონო კონსტანტინე, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არ არის ულტიმატუმი, რადგან ულტიმატუმის წაყენება მოყვება შემდგომ პირობა, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია არ შესრულდება, დიახ. თქვენ რას აპირებთ 24 საათის გასვლის შემდეგ? აქცია გაგრძელდება, როგორც მიმდინარეობდა აქამდე და როგორც თქვი, იქნება გარკვეული კორექტივები და ცვლილებები. გასაგებია, რომ აქცია გაგრძელდება, მაგრამ თუ კი არ მოყვა ხელშესახების შედეგი ამ აქციას და ხალხის გამოსვლას, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია შეინარჩუნოს საპროტესტო ელექტორატი? აუცილებლად მოხერხდება ეს, მე ვესაუბრე ძალიან ბევრ მონაწილეს, მე არ ყოფილვარ მხოლოდ ტრიბუნაზე და დავწმუნდი ამ ადამიანების ასე ვთქვათ სრულ დამაჯერებლობაში, ამ ადამიანების მტკიცე გადაწყვეტილებაში იყვნენ იქამდე, ვიდრე ეს მოთხოვნა არ იქნება პრაქტიკულად განხორციელებული და მიღწეული. გარდა მაგისა, მე მინდა ასევე შეგახსენოთ ერთი პარალელი. მე თუმცა მაშინ უცხოეთში გახდით, როდესაც აქ მიმდინარეობდა ვარდების რევოლუცია, მაგრამ ამაზე ორჯერ ნაკლები ხალხი იყო მაშინ
და მაშინაც ისმოდა ეს შეკითხვა თუ როგორ იქნება შესაძლებელი ამ ხალხების გაჩერება ქუჩაში, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ თითქმის 3 კვირა მიმდინარეობდა ეს აქციები და 3 კვირის თავზე შედეგი იყო, შედეგი დადგა. ანუ შეიცვალა შევარდნაძე და მისი რეჟიმი. მოდით ასე ვთქვათ, რადგანაც იხსენებთ 2013 წლის ნოემბერში. შეგიძლიათ დღეს ვთქვათ, რომ ვითარება არის თითქმის იდენტური, როგორც იყო 2013 წლის ნოემბერში. მე ვფიქრობ, ვითარება არათუ იდენტურია, არამედ ცოტა უფრო შორსაცაა წასული. საპროტესტო მუხტი გაცილებით უფრო ძლიერია დღეს, ვიდრე იყო მაშინ შევარდნაძის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ გამოსვლები მოყვა უშუალოდ არჩევნების შედეგების გამოცხადებას და კონსტიტუციური საფუძველი იმისა, რომ მოეთხოვა ოპოზიციას, მაშინდელ ოპოზიციას თავისი ხმების დაცვა იყო უფრო მაღალი. ხარ, შესაძლოა უფრო მაღალი იყო, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მე მგონი სიტუაცია ზუსტად იგივეა ერთის მხრივ, რომ მე რომ არჩევნები არ არის. სამაგიეროდ ხალხს ემუქრება პერსპექტივა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წლამდე გააგრძელებს ამ ყველაფერს და მაშინ ჩვენი სახელმწიფო სრულ როგორც ოპოზიცია საუბრობს ხალხის სახელით, ასევე საუბრობს ხალხის და საზოგადოების სახელით უმრავლესობა და ამტკიცებს, რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი. იცით, მათ მოახდინეს, მე ვფიქრობ, ამ სიტყვის პროფანაცია, იმიტომ რომ სიტყვა დიალოგი უკვე არაფერს აღარ მეტყველებს. აი, მე მაგალითად დაგიდასტურებთ იმას, რომ იყო დიალოგი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ ამ დიალოგს პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. მე არ მახსენდება ასეთი პრაქტიკული შედეგი. ესე იგი, ეს დიალოგი არც ყოფილა. რა იყო ამის მიზეზი, ბატონ კონსტანტინე? მხოლოდ ხელისუფლება შეიძლება ამაში დავადანაშაულოთ. თუ კი არ ჩანს შედეგი, არის თუ არა ამაში დამნაშავე ორივე მხარე? არა, ბერკეტები მათ ჰქონდათ. ეხლა ჩვენ რა ბერკეტები გქონდა? რა შეგვეძლო ჩვენ? ჩვენ არაფერი არ შეგვეძლო. ჩვენ შეგვეძლო წარმოგვეყენებინა მოთხოვნები, ხელისუფლება პირდებოდა, რომ წამოაყენებდა ამ მოთხოვნებს. პარალელურად ხალხში ხდებოდა ჩვენი დისკრედიტაცია, აი მიდიან დიალოგზე, მიდიან თან ისეთ დიალოგზე, რომელსაც შედეგი არ მოაქვს და შედეგად იყო ის, რომ ხელისუფლება იგებდა ყველაფერს და ოპოზიცია იგებდა არაფერს. ესე იგი და პლუს კიდევ ოპოზიცია იმას აგებდა, რომ ხდებოდა მისი დისკრედიტაცია. ანუ ყველგან ისმოდა ჩვენს მიმართ კრიტიკა, დაგდებული დამოკიდებულება, რომ ისინი მიდიან დიალოგზე. ისეთ დიალოგზე, რომელზეც იციან, რომ თავიდანვე წაგებულია ეს. დღეს ოპოზიციის მხრიდან დიალოგზე წასვლა ოპოზიციის დისკრედიტაცია. არა, სხვათა შორის ეს მომენტიც არის, იცით? ხელისუფლება აკეთებს თვითონ ისე აკეთებს. ხა, როდესაც თქვენ დიალოგზე მიდიხართ და დიალოგს წააგებთ, არა, სრულიად წააგებთ. ანუ ვერაფერს შეთანხმდებით ისეთ რამეზე, რომელსაც ხელისუფლება არ შეასრულებს, ან არც შეთანხმდებით, თქვენ ჩაგითრევენ პროცესში, თქვენ წაგებული ხართ. ასეა ფსიქოლოგიურად, ნებისმიერ ფსიქოლოგს შეგიძლიათ ეს კითხოთ. მაგრამ რატომ გამორიცხავთ იმას, რომ თუნდაც დღეს ჩატარებულმა აქციამ ოპოზიციის აქტიურობამ ხელისუფლება დაარწმუნა იმაში, რომ ის მართლაც წამოვიდეს ოპოზიციის დათანხმების შემთხვევაში შედეგზე ორიენტირებულ დიალოგზე? მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ამისთვის მჭირდება ერთი ნდობა და მეორე პრეცედენტი ასეთ დიალოგის. მე ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება. კი ბატონო, პრეცედენტი არ გახსენდება ჩარშან განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. მაშინ როგორ უნდა აღდგეს ნდობა? არის თუ არა რაიმე ისეთი საკითხი, რომ თუ კი ამ საკითხების განხილვას დათანხმდა ხელისუფლება, თქვენ დათანხმდებით მათთან საუბარს, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა? არა, ეს არის მთავარი საკითხი. ეს სხვა საკითხი ყველაფერი ამასთანაა დაკავშირებული. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომია. ანუ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაგთანხმდეთ იმაზე, რომ გესაუბროთ მისი გადადგომის შემდეგ რა როგორ განვითარდება, ბატონო? რასაკვირველია. ძალიან საინტერესო იქნება თუ ის ამაზე დათანხმდება. მაშინ რასაკვირველია ჩვენი პოზიციაც უფრო შეიცვლება ამის შემდეგ, თუ იგი დათანხმდება ამ გადადგომაზე, იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელიც როგორც ჩანს მის გარეშე ვერ ფუნქციონირებს. თუ კი ოპოზიციას არ ჩამოუყალიბებია ის, როგორ მოიქცევა ხვალ, როდესაც გავა მიხეილ სააკაშვილისთვის დაწესებული ვადა. რა გეგმები აქვს ოპოზიციას, აქვს თუ არა განსაზღვრული, რას აკეთებს მას შემდეგ, თუ კი გადადგება მიხეილ სააკაშვილი? ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრულობით მიზანდასახულად იმ პროცესს, რომელსაც ქვია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. და ეს ყველაფერი მიიღებს გარკვეულ ნიშნებს ასევე ეროვნული დაუმორჩილებლობისა. სხვათა შორის ეროვნულ დაუმორჩილებლობას ჩვენ ქადაგებთ ჯერ კიდევ გვიან საბჭოეთის ხანიდან მოყოლებული. მაშინაც არაერთხელ უბრალოდ რამდენჯერმე ითქვა, რომ ეროვნულ დაუმორჩილებლობას დავიწყოთ, მაგრამ ეს მთელის, ასე ვთქვათ, სიგრძე-სიგანით ვერასოდეს ვერ განხორციელდა. ეს არის სრულიად მშვიდობიანი პროცესი ეროვნული დაუმორჩილებლობა. ნუ ვერ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზთა გამო. ეს რა თქმა უნდა შევარდნაძის პერიოდშიც იყო ამის ცდილობები. იგივე მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც მე ვგულისხმობ 2007 წლის ნოემბრის აქციებს. ეს ვერ ხორციელდებოდა სხვადასხვა მიზეზთა გამო. იმის გამო რომ საზოგადოება ამისთვის მზად არ იყო, იმისთვის რომ არ იყო ალბათ პოლიტიკური სიმწიფე, არ იყო ასე ვთქვათ
გათვითცნობიერებული მოსახლეობა სხვადასხვა საკითხებში. დღეს მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა. ამ ხელისუფლებამაც შეგვიწვა მაშინ ხელი, იცით? საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ, საკმაოდ ბევრ რამეში გათვითცნობიერდით და მე ვთვლი, რომ ასეთი ეროვნული დაუმორჩილებლობა დღეს განხორციელებადია. გარკვეულ ასპექტებში, რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ამით იმედოვნებთ, რომ შეინარჩუნოთ თქვენი მხარდამჭერების საპროტესტო მუხტი ბატონ კონსტანტინე? იცით, ამის საფუძველს მემაძლევს კიდევ ჩვენი ხალხის შინაგანი მდგომარეობა და ჩვენი ხალხის განწყობა. ანუ ერთადერთი, რასაც წინ ჩვენგან მოითხოვენ და მათი შეკვეთა, ეს არის პრინციპულობა, შეუპოვრობა. აი, რასაც წინ მოითხოვენ ჩვენგან და რასაკვირველი პოლიტიკური სიმწიფე, რომელიც ყველა ჩვენთანაც მოითხოვება. მე დავუბრუნდები ისევ ჩემს შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას მოვლენების განვითარება იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ და გადადგა მიხეილ სააკაშვილი. მაშინ რასაკვირველია დაიწყება დიალოგი მასთანაც, ფოტოშორის, იგივე სააკაშვილთანაც, გადამდგართანაც, იგივე მის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, რომელიც, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღებს ფუნქციას. ჩვენ არავინ ინტერესი არ აქვს, რომ ასე ვთქვათ, მოირყეს სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილი გადადგება, გადამდგარ მიხეილ სააკაშვილთან რაზე უნდა ისაუბროთ, ბატონო? ძალიან ბევრი რამ შეიძლება მასთან გავიაროთ, კონსულტაციების სახით. ძალიან ბევრი რამ იცის მან და ალბათ გაგვიზიარებს თავის გამოცდილებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, კრიზისიდან გამოსვლა. იმიტომ რომ მე არ მინდა აქ დარჩეს ეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ რაღაც ასე ვთქვათ, დევნას დავიწყოთ მისას ან რაღაც. სხვათა შორის მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ გადადგომა მას გადაარჩენდა ჩაუშესკუს ბედისგან. მე არც ერთი ქართველი, არც მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილი არ მემეტება ასეთი საშინელი ბედისთვის. თუ კი მიხეილ სააკაშვილი არ გადადგა, ფიქრობ, რომ ეს ასეთ დასასრულად ყველა ქართველი მე მიყვარს და არც ერთი მათგანი არ მემეტება ამისთან და ბედისთვის. ოპოზიცია ხშირად უსვამს ხაზს, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალურად დაიწყოს დიალოგი იმ ძალებთან, ვინც დარჩება, თუნდაც იგივე პარლამენტთან და შემდგომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში იქნება ჩატარებული შესაძლებელი რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარება, როგორც ამას ამბობს ოპოზიცია. და ეს ასეა, იცით, სისტემა არის მასზე აწყობილი, იცით, არც ერთი ფიგურა. ანუ ერთი ადამიანია პრობლემა, ბატონ კონსტანტინე. ან ვინმე სხვა რეალურად სააკაშვილის გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტენ. ეს ადამიანები არიან თავიდან ბოლომდე მასზე დამოკიდებული. ანუ ერთი ადამიანია პრობლემა, ბატონ კონსტანტინე? დიახ. თუ კი ეს ადამიანია პრობლემა, მაშინ ამ ადამიანისთან კონსულტაციებს რა აზრი აქვს ოპოზიციისათვის? არა, კონსულტაციებს თუ გადადგება? დიახ. შორის დეგულიც გადადგა. მე ვთვლი, რომ დეგოლმა ძალიან ისეთ ვაშკაცური ნაბიჯი გადადგა, იცით, როდესაც დეგოლს ადარებ სააკაშვილს? არა, დეგოლს მე კი არ ვადარებ, მაგრამ სააკაშვილს შეუძლია, რომ რაღაცით მაინც დაემსგავსოს მას. მიხეილ სააკაშვილი ერთხელ გადადგა თავისი პირველი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. ამ ერთ ასპექტში, თორემ რასაკვირველია, სიმამაცით ის დეგოლს ნამდვილად ვერ დაემსგავსება. ჩვენ კარგად გვახსოვს ომის კადრები და რასაკვირველია, ეს შედარება არასერიოზული იქნება, მაგრამ ამ ერთი ნაბიჯით მაინც თუ დაემსგავსება, მომენტი ძალიან ძნელია იმსჯელო რაღაცებზე, იმიტომ რომ ომის პერიოდში ალბათ ძალიან რთულია განსაზღვრო რა როგორ მოხდება, მაგრამ თუ კი გადადგომას დაუბრუნდებით, მიხეილ სააკაშვილიც გადადგა თავისი მანამ სანამ ამოიწურებოდა მისი პირველი პრეზიდენტობის ვადა 1 წლით ადრე. იცით რა არის, ჯერ ერთი ჩვენ მაშინ ვითხოვდით საპარლამენტო არჩევნებს და ხელში შეგვჭა, ანუ შემოგვაჩეს საპრეზიდენტო არჩევნები. ეს აქედან დავიწყოთ. მეორეც ის რეალურად არ გადამდგარა. მან თქვა, რომ ის გადადგა, სინამდვილეში იგი ჩვეულებრივად დადიოდა თავის კაბინეტში, სარგებლობდა ესკორტით და პრაქტიკულად ის მართავდა სახელმწიფოს. ეს ყველაფერი იყო სიცრუე და თაღლითობა. თითქოს იგი გადადგა. და მე ვთვლი, რომ შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან, რომ ამაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა. მაშინ ოპოზიცია ეთქოდა საპარლამენტო არჩევნებს გაზაფხულზე და დათანხმდა მონაწილეობას. და მოგახსენებთ, იცით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გააყალბა არჩევნები, ის გახდა არალეგიტიმური, ის ჩემთვის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და ხვალ, როდესაც ამოიწურება მოთხოვნის ვადა, ის გახდება ორგზის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ბატონ კონსტანტინე, თქვენ მაშინ ითხოვდით არჩევნების ჩატარებას, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე და მიიღეთ საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში. დღეს ითხოვთ საპრეზიდენტო არჩევნებს, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. მიიღებთ რა მაშინ მონაწილეობას ოპოზიცია? ჩვენ ორივესაც მოვითხოვთ. თუ გადადგება მიხეილ სააკაშვილი, მოვითხოვთ როგორც ერთს, ისე მეორეს, ვინაიდან ამ ქვეყანას დასჭირდება ეროვნული თანხმობის კოალიციური მთავრობა, რომელსაც შეეძლება ამ ქვეყნის გამოყვანა იმ კრიზისიდან, იმ ჩიხიდან, რომელშიც იგი დღეს იმყოფება. თეორიულად რომ დავუშვათ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას და ამით დავასრულოთ საუბარი. ნახოთ, უნდა გადადგეს ალბათ სააკაშვილი და შემდეგ შესაძლოა იყოს ეს. არა, თუ კი ის არ გადადგება და შესთავაზებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს. ნახოთ,
ჩვენ ამაზე უნდა ვითათბიროთ თემა ოპოზიციამ. ხომ არ არის სასწავლო რომელიმე ერთი სეგმენტი ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ კონსტანტინე გამსახურდია. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნებით პირდაპირ ეთერში. მე აქ გეტყვით ჩვენი გადაცემის მომდევნო ბლოკების სტუმრებს. აკაკი მინაშვილი, ლევან მეფხოძე, ლევან გაჩეჩილაძე იქნებიან დღეს პირველი თემის სტუმრები. დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ვიცე-სპიკერი ლევან მეფხოძე. საღამოშიდობის ბატონო. საღამოშიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისათვის. ბატონო, საპარლამენტო ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში თქვენი ფრაქცია დღეს არ ყოფილა იმ აქციაზე, რომელიც გაიმართა პარლამენტის შენობის წინ. ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ ჩართული ამ პროცესებში და გაკეთდა კიდეც თქვენი ფრაქციის მხრიდან დღეს შეფასებები. მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ შეფასება იმისა, რა მიიღო დღევანდელი დღით არასაპარლამენტო ოპოზიციამ. ჯერ მინდა შეგისწოროთ, რომ ასე ვთქვათ, ფრაქციის წევრები არ იყვნენ ტრიბუნაზე ასულები, ამაში გეთანხმებით, თუმცა ნაწილი ჩვენი აქტივისტების, ჩვენი მხარდამჭერების იყო მისული აქციაზე, იმისათვის რომ მათ სოლიდარობა გამოეხატათ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შეიკრიბნენ და მინდა გარწმუნოთ, რომ ნამდვილად არ იყო იქ ცოტა ადამიანი. ჩართული. ხო, არა ვარ ჩვენ ორგანიზატორები ჩართულები, ჩვენ ასე ვთქვათ, მიზანი ალბათ საერთო გვაქვს ყველას ერთად, უბრალოდ ჩვენ განსხვავებული სტრატეგია აქვს და ამიტომ ასე ვთქვათ, არ ვერთვებით ამ პროცესში ასე აქტიურად. სტრატეგია განსხვავებულია, ვთქვი, განსხვავებულია მიდგომები, ანუ ჩვენ არა ვართ ასეთი რადიკალიზაციის მომხრე და მიგვაჩნია, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და საერთოდ თუ არა ეს განსხვავებული სტრატეგია არის არასწორი სტრატეგია. იცით რა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი არასწორი ამას სხვა შორის დრო გამოაჩენს. გავა ერთი თვე, ერთი წელი, 5 წელი, მე უკვე გავა 15 წელი და მე ისტორიკოსები შეაფასებენ. შედეგის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, რომელი სტრატეგია ჯობია. შეიძლება ხვალვე ზეგვე ან ერთვის მერე დავინახოთ. შეფასებებისთვის უკვე შეიძლება ეს პერიოდი არ გვეყოს და რაღაცა ხანგრძლივი პერიოდის მერე მოგვიწევს შეფასებების კეთება. მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ ამ ადამიანების ენერგია, რომლებიც გამოვიდნენ და რამოდენიმე 10,000 ადამიანი იყო, უნდა გამოვიყენოთ სწორედ იმისთვის, ყველამ ერთად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ისეთი სისტემა, ისეთი ინსტიტუტები, რომ არ გვჭირდეს 5 წელიწადში ერთხელ გამოსვლა და შევარდნაძე სააკაშვილისავით ცვალოთ ეს ქვეყანა. ეს ასე ვთქვათ, ავწეწოთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ერთი ადამიანი გაუშვათ ხელისუფლებიდან. ეს არის ჩვენი მიდგომა, მე მგონი მიდგომა არის ძალიან მისაღები ყველასთვის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ხვალ მივიღეთ ადამიანი, რომ ამ ძალაუფლების მატარებელი, ტალღაზე მოსული ადამიანი, ნამდვილად მინდა გარწმუნოთ, რომ არავინ არ მოიკლებს არაფერს და თუ არ მოიმატა კიდე და აბსოლუტური მონარქი პრეზიდენტი რაც გვყავს ერთმართველი ამ კონსტიტუციით შეიძლება კიდე რაღაცები დაიმატოს, ამიტომ ჯობია რომ ეხლა შევთანხმდეთ, ჩამოვაჭრათ ეს უფლებამოსილებები, საერთოდ გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე და თუ კი პრეზიდენტის ინსტიტუტი ესეთი ფორმით აღარ იქნა, სააკაშვილი რომელ სკამზე იჯდება. ეს არის ყველა ანუ თვითონ ცვლილებებში პირველ რიგში თქვენ გულისხმობთ 2004 წლის თებერვალში მიღებულ ცვლილებებს ბატონო. 2004 წლის 6 თებერვალს ხოთა შორის ეს არ იყო ესე იგი ეს არ იყო ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობით ჩამოყალიბებული არსებული პარლამენტი 28 მარტს მოხდა არჩევნები. 6 თებერვალს ჯერ კიდე ძველი პარლამენტი ის პარლამენტი შეიკრიბა და მიიღო ეს ცვლილებები, რომელთაც ჩვენ მივიღეთ ერთმართველი აბსოლუტური ასე ვთქვათ მონარქი პრეზიდენტი, რომლის სად არის ინსტიტუციონალურად ხო, რომლის სად არის ყავს ეგერ რუსეთში და რომელსაც ყველა ერთად დავცინოთ და ბოლოს რამოდენიმე წელიწადში ეს მივიღეთ ჩვენთან. მაშინ სააკაშვილი იყო ტალღაზე. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ ძალიან ცოტა ადამიანი ამბობდა, რომ ეს არ შეიძლება. მერე მათი რიცხვი გაიზარდა და გადაიზარდა იმ რამოდენიმე ათასადან, მაგრამ ამას დაჭირდა 5 წელი. ეხლა ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ და კიდე 5 წელი ველოდოთ, სანამ საზოგადოება გამოფხიზლდება. მუდმივი სახესვამანია ხო არ დაგვემართება, იცით ალბათ სახეს წინობერი. როცა მას პირველ პირად აკურთხებდნენ, ყველა იძახდა, რომ ეს არის მხნე, ეს არის ვაშკაცი, შემართებული ადამიანი, ამ დროს გვერდზე იყო უფლისწული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ყველაფერს ამას აკეთებდა, მაგრამ ყველა მთელი ერი აწერდა იმ ერთ ადამიანს, მაგრამ რაღაც პერიოდი გავიდა და ყველა მიხვდა, რომ ეს ადამიანი ყოფილა დაბალი, ასე ვთქვათ, მახინჯი, ვერ ლაპარაკობდა და სხვა პრობლემები ახლა. დღეს რო ვიძახით მიხეილ სააკაშვილს დავშით, ასე წმინდა უცხოს, იგივე საკეთებდა 5 წლის წინ. და ეს ადამიანები, რომლებიც 5 წლის წინ დაუშვათ მას გვერდზე ედგნენ, დღეს იძახიან, რომ არა, ეს არ ყოფილა პრეზიდენტობის შესაბამისი კანდიდატი. ამიტომ რო არ დაგვემართოთ, რომ დღეს კიდევ ერთად მოიყვანოთ ვიღაც ადამიანი და მე 5 წელიწადში აღმოაჩინოთ, რომ ის ყოფილა სახესი და არა ის უფლისწული, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა რომ ყავდეს პირველ პირად, მოდი ეს ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმოთ.
გავაკეთოთ იმ გაგებით, რომ ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი, რომელიც თავის მხრივ აირჩიოს პრეზიდენტს. როგორ ფიქრობთ? ეს არის ძალიან მარტივი გზა. თუ ამ გზით წავალთ, შეიძლება ეს ერთ დღეში არა, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე ესეც არის გზა, იმისაც რომ ქვეყანა, ასე ვთქვათ, გამოვტაცოთ ამ ხელისუფლებას, რომელიც დღეს რამდენად წამოვა ამ ინიციატივაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლებაც? მოდით, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენი რაღაცა წამოვა არასაპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლება რთულია. დღეს მაგალითად ძალიან შთამბეჭდავი კადრი იყო, როცა გვერდ-გვერდი იდგნენ და ერთსაც შეეძლო, ბოდიში და ეკითხა მეორესთვის, რომ რაგინა, რატო არ მოდიხარ, რატო არ მელაპარაკები, თუ ის მისი შეთავაზება გულწრფელია, არ შეეძლო ეკითხა? ან დავით ბაქრაძეს, ან ბატონ მიხეილ სააკაშვილს. გვერდ-გვერდ იდგნენ, არ შეეძლო? აი მე ხო ვიძახი, რომ დიალოგზე მიდივარ. მოდი, ლევან, რაგინა, რატო არ მელაპარაკები? არ შეეძლო ეკითხა? თუ გულწრფელია შეთავაზება. და სხვა შორის მეორე მხარესაც შეეძლო ეკითხა, რომ შეკაი ადამიანო, არ გინდა რომ წახვიდე? მაინც ქვეყანო, ან რაღაც სხვა ეკითხა. სხვა შემთხვევაში დიალოგის დასაწყება დღევანდელი გვერდ-გვერდ დგომა იყო შესანიშნავი და მე ვფიქრობ, რომ ეს შანსი გაუშვით ჩვენ, რომ რაღაცაზე საუბარი მაინც დაგვეწყოდა. თუ დასხდებიან ერთი მაგიდის გარშემო ეს ადამიანები, შეიძლება სააკაშვილმა დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომ ის არ უნდა გადადგეს, ან დავამთავრებ, ან ამ ადამიანებმა დაარწმუნოს სააკაშვილს, რომ უნდა გადადგეს. რა, თავის დროზე ვარდების რევოლუციის დროს დიალოგი და საუბარი არ იყო, იყო. მე სხვა რამე მაშინებს. მაშინ რომ ვარდების რევოლუციის დროს ეს კომუნიკაცია იყო შევარნაძის მაღალჩინოსნებთან და აი ამ კომუნიკაციამ ჩვენ გადაგვარჩინა კატასტროფას მაშინ. მე უბრალოდ იმის მეშინია, რომ ეს კომუნიკაცია დღეს არ არის. და ეს არის ყველაზე საშიში თუ რაიმე შეიძლება იყოს, როცა კომუნიკაცია არ არის, იქ პროცესი როგორ განვითარდება, არავინ არ იცის. საინტერესო მუხტი იგივეა, როგორ ხედავს თქვენ დღეს? საპროტესტო მუხტი. ვიდრე რასთან 2003 წლის ნოემბერში. ხოდა საპროტესტო მუხტი არის და შეიძლება უფრო მეტიც, იმიტომ რომ აგვისტოს ომმა ეს მუხტი კიდევ უფრო ასე ვთქვათ, მაღლა აწია და დაძაბა სიტუაცია. ხა რაც არ უნდა რიცხვებში გამოსახულად ვიღაცამ თქვას, რომ 28%-ზე ერთ-ერთმა გაზეთმა უცხოურმა დაწერა 28%-ზე მეტი არ უჭერს მხარს სააკაშვილის გადაყენებას. ხა რამდენი პროცენტი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ის მოედანდა ის ქუჩა და ის პროცენტი გაიფსოს და იმაზე მეტი ადამიანიც გამოვიდეს, რამდენიც იყო ვარდების რევოლუციის დროს. ეს სავსებით საკმარისია ის პროცენტები, რაც სახელდება. თავარი არის ეხლა, რომ მხარეებმა არ მოახდინონ აი სიტუაციის მაქსიმალიზაციიდან გამომდინარე და რთული სიტუაცია რა არის, იცით რომ ორივე მხარე არის ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ეს ართულებს დიალოგის დაწყებას. ერთი პოზირებს, რომ დიალოგის შეთავაზება უნდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთავაზება არის უფრო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაკეთებული შეთავაზება. ანუ არ არის გულწრფელი ხელისუფლება ამ შემთხვევაში. თქვენ ჩაერთვეთ ამ პროცესში. არა, გეტყვით, თუ გულწრფელი მე უთხარი კიდევაც იმ შეხვედრაზე, ბატონი პალიკო იყო, თუ არ ვცდები მოსული ბატონი შაშკინი, მე ბატონ პალიკოს უთხარი და ბატონ ძიმა შაშკინს, რომ მე და თქვენ ძიმა შაშკინს რამოდენიმე წელია ვიცნობ და გადასარევი ურთიერთობა მაქვს და პალიკოს კიდე პარლამენტში ხვდები სესიაზე ორ კვირაში ერთხელ, ან ბიუროზე კვირაში ერთხელ და მე უთხარი ჩვენ შეგვიძლია იქაც დავილაპარაკოთ. აქ თუ თქვენ გულწრფელად გინდათ დიალოგი, თქვენ мотиваციაც უნდა გააჩინოთ იმისა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის აქციის ორგანიზატორები არიან და მე ხაზგასმის მე ხო არა ვარ ორგანიზატორი, მე ხალხი არ მიმყავს. ეს ადამიანები ვინც არიან, მათ უნდა გაუჩინოს мотиваცია და თუ შეხარ ხელისუფლებაში, შენზეა ეს პასუხისმგებლობა მთავარი, იმიტომ რომ შენ უნდა იფიქრო ქვეყანაში რა მოხდება. შეიძლება შეგძახი რომ მეორე მხარე ცუდად იქცევა, ის იმას არ აინტერესებს ქვეყანა, ის ასე ვთქვათ, რუსეთის თამაშს თამაშობს, მაგრამ შეხო გაინტერესებს. შეხო ხარ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაზე. ამიტომ შენ უნდა გაუჩინო мотиваცია, რომ მოვიდეს და დაგელაპარაკოს. და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს შანსი ერთად გაუშვით ყველამ, იმიტომ რომ რატო არ კითხა სააკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს? მე მაგალითად მაინტერესებს. ანუ დღეს იყო ეს შანსი. დღეს დილას გვერდ-გვერდ იდნენ, იმის საშუალებაც იყო, რომ სანქციებიც გადაუკიდეს, ეს იყო ძალიან კარგი რამე, რომ ადამიანებს ქონდათ შესაძლებლობა გვერდ-გვერდ პატრიარქის წირვაზე დასწრებოდნენ აი ამ წირვას, მაგრამ იქ შეიძლებოდა ძალიან მარტივი კითხვა დაესვა. ან დავით ბაქრაძეს, ან მიხეილ სააკაშვილს. ლევან, რატო არ მელაპარაკები? ხოთაშორის ასეთი ფაქტი, ასეთი კადრი ჩვენ გვახსოვს, მე თუ არ ვცდები ეს იყო 2008 წლის შობას, მე მგონი ანგიორკობას, მე ზუსტად არ მახსოვს, როცა სამების ტაძარში ასევე გვერდი-გვერდი იდგნენ მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ოჯახის წევრები, თუმცა მაშინაც შემდგომაც გააგრძელდა რამდენი წლის განმავლობაში დაპირისპირება. ერთი მხარე ამბობს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მართებულად, რომ მაშინა ზუსტად თქვენ რა პერიოდსაც აცხადებთ, მაშინ იყო ეს დიალოგი, მაშინ იყო ეს საუბარი და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რაც სხვა შორის ბატონი კოკო საუბრობს, რომ
სერიოზული ეჭვი აქვს ამ ადამიანებს, მე გულისხმობ 9 აპრილის ორგანიზატორებს, რომ ხელისუფლება სთავაზობს მას დიალოგს, რომ ისინი წამოიყვანოს ამ თამაშზე. რაც წამოყვან რას შეავს, რომ მე იმ ხალხმა, რომელიც უფრო გაცილებით აგრესულია სხვა შორის, ვიდრე ის ლიდერები, ვინც იქ დგანან, იმ ხალხმა უთხრას, რომ თქვენ კაი ადამიანებო, თქვენ ჩვენ გაგყიდეთ. აი უკვე ამ დროს რომ წამოიყვან პროცესში და მე ეტყვი, რომ არა, არაფერზე არ მოვდივარ, ის იმ ხალხთანაც ის ხალხის აღარ დაიბრუნებს. თუ ხელისუფლებას ეს განზრახვა აქვს, ძალიან ცუდი, მაგრამ თუ არა აქვს ეს განზრახვა, მაშინ უნდა გარკვეული გარანტიები მისცეს, რომ მისი შეთავაზებები იქნება გულწრფელი და არა იმისათვის, რომ ეს ადამიანები და ეს ხალხი და ეს ასე ვთქვათ განრისხებული მასა ერთმანეთს დააპირისპიროს. ბატონ ლევან, ის შემოთავაზებები, რაც წამოვიდა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ შესთავაზა დიალოგი ოპოზიციის მთელ ოპოზიციურ სპექტრს. ხელისუფლების მხრიდან წამოვიდა თემები. რაზე არის სასაუბროთ. არის თუ არა ამ შემთხვევაში სათანადო პირობას ქმნის თუ არა ასეთი ინიციატივა, რომ რეალურად შედგეს დიალოგი? თემები ამას არ შველის. თავარია კონკრეტული შეთავაზებები. თემა ამაზე ვილაპარაკოთ არა. უნდა იყოს მე შენ გთავაზობ ამას. ერთ-ერთი კონკრეტული იყო. ეს იყო მერის პირდაპირ არჩევნები, ეს არის აუცილებელი პირობა დიალოგისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შედეგის თვალსაზრისით არასაკმარისი. მე ვიტყოდი, რომ შედეგი იქნება საკმარისი, თუ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნებიც და ახლად მიღებული პარლამენტი აირჩიოს პრეზიდენტს. აი ესეთი შედეგი მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის იქნება კარგი. ანუ გადავიდეთ გარკვეული პერიოდის მერე საპარლამენტო მოდელზე. თავარი არის, რომ მოდი ყველაფერს შევეშვათ, მოდი თემებს შევეშვათ, რაზე შეიძლება წავიდეს საუბარი, რაზე არ შეიძლება წავიდეს. თავარია, რომ ეს კომუნიკაცია უნდა შედგეს. რაღაცა კომუნიკაცია უნდა არსებობდეს ელემენტარული, რომ ჩვენ თუ რაღაცა კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ და კატასტროფის წინაშე დავდგებით თუ აღმოჩნდით საბოლოო ჩიხში, რომ ამ ჩიხიდან გამოსასვლელი ერთად ვეძიოთ. ცუდია, რომ ერთმანეთს არ ელაპარაკება ხალხი. ეს არის ყველაზე საშინელი და როცა უცხოელები ხვდებიან, პირველი რაც გვეკითხებიან, იცი რატო არ ელაპარაკება ეს ხალხი? მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ პოლიტიკური პროცესი საუბრის გარეშე შეიძლება წარიმართ. მათთვის აი როგორ გითხრა, როგორც შენთვის არის ხა წარმოუდგენელი, რომ ხვალ შეიძლება მარსზე წახვიდე, ისე არის მათთვის წარმოუდგენელი ესეთ ტიპის დაპირისპირება დიალოგის გარეშე. ბატონ ლევან, და კიდევ ერთი შეკითხვა, რადგანაც თუ კი დაპირისპირება არის იმ დონემდე მისული, რომ მხარეები ვერ ახერხებენ ან არ სურთ ერთმანეთთან დიალოგი, რომელი მხარე შეიძლება ამ შემთხვევაში დავადანაშაულოთ? ხელისუფლება, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ საუბარში, არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ფიქრობს, რომ ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა, რა მოთხოვნასაც აყენებს, არის საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, თუ დამნაშავე შეიძლება ვუწოდოთ ამ შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც ვითარება მიიყვანა აქამდე მოთხოვნების რადიკალიზაციით? იცი რა არის, ორივე მხარეს აწევს თავის პასუხისმგებლობა, წილი პასუხისმგებლობის, იმიტომ რომ ორივე მხარე არის პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ქვეყნის წინაშე და ყველანი ჩვენ მართალია არც ერთ მხარეს მიეკუთვნებით პრინციპში და არც მეორე მხარეს მიეკუთვნებით, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხისმგებლები ჩვენც ვართ, იმიტომ რომ ხვალ კი არა რაღაც პერიოდის მერე, 10 წლის მერე ჩემი შვილიც მეტყვის, რომ იქ რო ერთად ანგრევდით იმ ქვეყანას, ან ანგრევდნენ ესენი ქვეყანას, შენ სად იყავი? არ დაგისვოთ, თქვენიც დაგისვოთ, მე მგონი თქვენი შვილი კითხვა 10-20 წლის მერე და ყველას ერთად დაგვისვამენ ჩვენი შვილების თაობა ამ კითხვას და ჩვენი თავარი ამ სხვა შორის ახლა გიორგი თარგამაძე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ყველა შეხვედრა მე ყველაზე მეტად რა რისიმეშია იცი რომ ყველა შეხვედრაზე მიდის ასეთი კითხვები ისმება რომ არასრულფასოვანი დემოკრატიის მქონე ხალხი, ანუ რომელიც ვერ შექმნის სრულფასოვან დემოკრატიას. საერთოდ თქვენ ღირსები ხარ დემოკრატიის, ესეთ კითხვების ისმის ზოგიერთი ანალიტიკოსის მხრიდან. ან ესე ეგრეთ წოდებული self-destroyed nation, ანუ თვითგანადგურებული ინსტინქტის მქონე ერი. დღეს ჩვენ გავიარეთ დღე ისე, რომ ყველას დაუმტკიცეს, რომ ჩვენ ეს ინსტინქტი არ აქვს, მაგრამ ხვალინდელი დღეც ცდება ზეგინდელის და მე არ მინდა, რომ ჩვენ სოფლიოს ერთად ყველამ დაუმტკიცოთ, რომ ჩვენი ინსტინქტი მთავარი არის თვითგანადგურების ინსტინქტი და არა გადარჩენის და მომავალზე ფიქრის ინსტინქტი. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ არასდროს გვიანი არაფერი არ არის. ყოველგვარი პირობების გარეშე ორივე მხარე უნდა დაელაპარაკოს ერთმანეთს და რა იცით რა ხდება. იქნებ ერთი მხარე არწმუნებს ნათია მეორეს, რომ უნდა გადადგეს. ან მეორე მხარე არწმუნებს პირველს, რომ არ გადადგეს და გამოვიდეს და ხალხს უთხრან, რომ დაგვარწმუნა სააკაშვილმა, მაგრამ ეს შეხვედრა ხო უნდა შედგეს და ხო უნდა დაელაპარაკონ რაღაცაზე. ამიტომ მე ორივე მხარეს მიმართავ თხოვნით, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაასხედით ხალხნო, დაელაპარაკეთ და ამ ქვეყანას ნუ შევიყვანთ ისეთივე ჩიხში, როგორც ვიყავით, თუნდაც 18-19 წლის წინ. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ლევან ვეფხვაძე. დაგვალოდოთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი იქნება.
პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია ჩვენი სტუდიის სტუმარი გახოთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, საღამოშვიდობის ბატონო აკაკი. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო აკაკი, დღევანდელი აქცია არა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საკმაოდ მასშტაბური აქცია არის თუ არა ეს ნიშანი ხელისუფლებისთვის იმისა რომ დაფიქრდეს რომ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს პროტესტის ძალიან დიდი მუხტი. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა რომ დღეს დამტკიცდა ძალიან ნათლად რომ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო და ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა წინ. ბუნებრივია, როცა ადამიანები წუხან, როდესაც არის გარკვეული პრობლემები, ეს ნათელი სიგნალია ხელისუფლებისათვის, რომ უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ჩვენ კარგად ვიცი რა გამოწვევებია დღეს საქართველოში. ეს არის სოციალური პრობლემები, ეს არის დასაქმების პრობლემა. ამიტომ არის რომ ჩვენ ყოველდღიური საზრუნავი ჩვენი არის ის რომ შევქმნათ ახალ-ახალი პროგრამები, რათა ეს გამოწვევები დავძლიოთ. თუნდაც იაფი კრედიტის პროგრამა, თუნდაც იაფი დაზღვევის პროგრამა, თუ ჩვენი მიზანია, ჩვენი საზრუნავია, ამ შემთხვევაში ხელისუფლების ასევე ეს უნდა იყოს ოპოზიციის საზრუნავი, რომ ჩვენ ეს გამოწვევები ძალიან ეფექტურად და სწრაფად დავძლიოთ. გასაგებია რომ დასაქმების პრობლემა არის ძალიან მთავარი, სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ზრუნვა არის არანაკლებ მთავარი, როცა თქვენ ამბობთ რომ კარგად იცით რა გამოწვევებია დღეს ქვეყანაში, მაშინ რამ გამოიყვანა ეს ხალხი დღეს ქუჩაში? იმან რა პრობლემებიც არსებობს. ბუნებრივია ჩვენ თითოეული მოქალაქე რომელიც დღეს იდგა პარლამენტის შენობასთან თუ სხვაგან ქალაქში ჩვენ ზრუნავთ თითოეული ამ მოქალაქეს, ჩვენს არ აქვს მნიშვნელობა რიცხვებს, იმიტომ რომ წუხილი თითოეული ამ ადამიანის ჩვენთვის მნიშვნელობა. თუნდაც ერთი ადამიანი რომ გამოვიდეს და გამოხატოს პროტესტი, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა კიდევ არის გასაკეთებელი, რომ სადღაც არის ხარვეზები და ამ ხარვეზებზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ყოველდღიურად ოპოზიციასთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად. იმიტომ რა ზედაფექთა დღეს ხელისუფლება? არა მარტო დღეს, ხელისუფლება ფიქრობს ყოველთვის და კიდევ არა, დღევანდელი აქციის მასშტაბურობის დანახვის შემდეგ. ეს იყო გამოხატულება იმ ხარ გამოწვევების, რაც საქართველოში არსებობს. მე გავიმეორებ კიდევ ერთხელ, დასაქმების პრობლემა ძალიან სერიოზული, სოციალური პრობლემები, ფინანსური პრობლემები, იმიტომ რომ გამომდინარე რუსული აგრესიიდან აგვისტოში, გამომდინარე ფინანსური კრიზისიდან ეს გამოწვევები ძალიან ხელშესახებია და რეალურია. გასაგებია რომ ეს გამოწვევები და ეს პრობლემები და სოციალური პრობლემები ყოველთვის ხდება ერთ-ერთი მუხტი იმისა რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ვერ უარყოფთ იმას რომ დღევანდელი აქცია შედგა ოპოზიციის მოწოდებების და ოპოზიციის აქტიურობის შემდეგ იმ ოპოზიციისა, რომელიც ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტის გადადგომას. ანუ უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს ადამიანები, ვინც გამოვიდნენ დღეს ქუჩაში, არ მხოლოდ ვივარაუდოთ, ჩვენ ეს მოვისმინეთ, ისინი ითხოვენ მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომას. გადადგომა ნებისმიერი არჩევნები ამ დროს არის სწორედ შეექმნის სერიოზულ პრობლემას, აი იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც დღეს საქართველოში არსებობს. მე შეგახსენებთ, რომ 2008 წელს იყო ორი ვადამდელი არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება. ოპოზიციას ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია და პოლიტიკური მოთამაშის ინტერესი უნდა იყოს, რომ შექმნას გარკვეული ხედვა, გარკვეული იდეები, წარუდგინოს საზოგადოება და შემდეგ მივიდეს არჩევნებში. მაგრამ ნორმალური დემოკრატიული ციკლი. მე სამწუხაროდ დღეს და ამ პერიოდის განმავლობაში ვერ ხედავ რამე კონკრეტულ შეთავაზებას ოპოზიციისაგან. ოპოზიცია ამბობს იმას, რომ სწორედ იმ არჩევნების შემდეგ, რომელი არჩევნებიც თქვენ ახსენეთ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში იყო ომი და ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა ომში ჩაითრა, ეს არის ოპოზიციის მოსაზრება, უნდა გადაიხედოს ამ ხელისუფლების ნობის მანდატი. გეთანხმებით, იმ არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, თუნდაც ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუნდაც ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი არის მარეგულირებელ კომისიაში, თუნდაც ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლობა გაიზარდა დობის ჯგუფში, ის, რომ გაიზარდა ოპოზიციის როლი ქვეყნის მართვაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის სწორედ გამჭვირვალეობა, ეს არის დემოკრატიული პროცესის გაძლიერება. თუნდაც ის, რომ ამ აგრესიის დროს ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ გორში და მთელი საქართველო იდგა ერთად, გაერთიანებული. სწორედ გაერთიანება, ერთიანობა, დიალოგი, საუბარი, პოზიციების შეჯერება არის ყველაზე ეფექტური და ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ ეს პრობლემები გადავწყვეტოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2010 წელს არის არჩევნები ადგილობრივი, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური პარტიები ემზადებიან, ადგენენ თავის პროგრამებს და წარუდგენენ საზოგადოებას. შემდეგ საზოგადოება განსჯის, ვინ არის მართალი და ვინ არ არის მართალი. ვინ უკეთესად გამოიყვანს ქვეყანას ამ თუ იმ პრობლემიდან. როდესაც საუბრობთ დიალოგზე, რამდენად ადეკვატურია ეს დიალოგი ეს დიალოგი და ჩამოთვლილი თემები, უბრალესობის მიერ ჩამოთვლილი თემები ადეკვატური იმ მოთხოვნებისა, რა მოთხოვნებსაც აყენებს ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ბატონო აკაკი. მე კიდევ ერთხელ გავიგებ, რომ მე ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნას. ერთადერთი რაც არის, ეს ულტიმატუმი, მიგითხარით, რომ ნებისმიერი არჩევნები უბრალოდ ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო გამოწვევები, ჩვენ გვაქვს შიდა გამოწვევები, ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი რეფერენდუმი ხელს შეუშლის ინვესტიციების მოზიებას. რეფერენდუმი რატომ შეუშლის? იმიტომ რომ ეს არის იგივე გარკვეულ დროს იწვევს გარკვეულწილად
ყურადღების მიპყრობა და შესაბამისად იმ ძირითად საკითხებზე, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, თითოეულ მოქალაქეს, ვინც იქ იდგა. მაგრამ თუ კი ეს აძლევს საზოგადოებას გამოხატოს თავისი ნება, ბატონო აკაკი, ამ შემთხვევაში. ეს სახელმწიფო 4 წლის განმავლობაში სწორედ იმისთვის ვითარდება, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეს ქონოდა საშუალება თავისუფლად და მშვიდობიანად გამოეხატა თავისი პროტესტი. და ეს დღეს მოხდა. ამიტომ თქვი მე გადაცემის დასაწყისში, რომ ეს ხო ძალიან სერიოზული ნაბიჯი წინ დემოკრატიის კუთხით. ეს ხო ძალიან ტრანსპარენტული პროცესი, იყო ძალიან ბევრი ევროპელი დამკვირვებელი, იყო ძალიან აქტიურები იყვნენ ელჩები და თქვენ თუ ნახეთ განცხადებები, ყველამ ერთნიშნულოვნად შეაფასა, რომ საქართველოს არის სერიოზული ნაბიჯი, საქართველოს გადადგა სერიოზული ნაბიჯი წინ დემოკრატიის კუთხით და დემოკრატიის განვითარება იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ზავზლით ყველა ამ მაგრამ ვერ ვაყავთ იმასაც, რომ ის რომ დღევანდელმა დღემ ჩაიარა მშვიდობიანად ეს იყო იმის გამოც, რომ თავად მომიტინგეები და თავად აქციაზე გამოსული ხალხი იყო ძალიან მშვიდი. გეთანხმებით, ბუნებრივია, ეს ერთობლივი პროცესი, თანხმოვანი პროცესი იყო, საზოგადოებაც გამოიჩინა ეს სიმწიფე, იქნგანმა საზოგადოებაც გამოიჩინა სიმწიფე და ეს იყო ძალიან სერიოზული და თანამედროვე ნაბიჯი ხელისუფლებისგან. ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ ადამიანების სიმშვიდე, რომ ამ ადამიანებს შეძლოდათ თავისუფლად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოეხატა თუნდაც ძალიან რადიკალური პროტესტი. მე ისევ დაუბრუნდები ოპოზიციის ერთადერთ მოთხოვნას. ხელისუფლება ამტკიცებს, საზოგადოებაში არ არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და არ არის ამის დაკვეთა. როდესაც დღეს, როდესაც ჩვენ ვსვამდით კითხვას, რას იზამს ხელისუფლება, იქნება თუ არა ასეთივე კატეგორიული, როცა ქუჩაში, თუ კი ქუჩაში გამოვა ძალიან ბევრი ადამიანი. დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. დღესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლების პოზიცია არის მსგავსი. რითი ამტკიცებს ხელისუფლება, რომ საზოგადოების დაკვეთა მართლაც არ არის ვადამდელი არჩევნები. თუ კი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გამოსულია დღეს ქუჩაში. ძალიან მარტივი მეთოდია. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მოძრაობენ, ასე ვთქვათ, დადიან რეგიონებში, ხვდებიან ძალიან ბევრ მოქალაქეს, თუნდაც ის მოქალაქეები, ვინც დღეს დგანან პარლამენტის წინ, იდგნენ პარლამენტის წინ და ეხლაც დგანან პარლამენტის წინ, თუნდაც ის მოქალაქეები, რომელიც ყოველდღე დგანან პარლამენტის წინ, რაღაც პრობლემები აქვს და სულ დახმარება ათმიერი არჩეული ხელისუფლებისგან, თუნდაც მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც ყოველ კვირაში რამოდენიმეჯერ მიდიან სხვადასხვა რეგიონში და გაიგონ ის პრობლემები, იმიტომ რომ რეალურად წარმატების ფორმულა არის სწორედ გააკეთო ანალიზი იმ ხარვეზების, რაც არსებობს. და ანალიზს ჩვენ ვაკეთებთ სწორედ ადამიანებთან, თითოეულ ინდივიდთან ურთიერთობით. რა ანალიზები გააკეთა ხელისუფლება? თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენ ეს პრობლემები გვაქვს, მე კიდევ ერთხელ ჩამოგითხრით, რომ დასაქმების პრობლემა ძალიან სერიოზულია. და რა შეცდომები დაინახეთ თითოეულ ოჯახში. ჩვენ დავინახეთ ის შეცდომა, რომ არის განსაკუთრებული ყურადღება მისაპყრობი, თუნდაც სოციალური პრობლემებისადმი. ბატონო აკაკი, ის რომ დიალოგი დღეს რეალურად ვერ ხერხდება. ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ამ შეთავაზების მთავარი ადრესატი არასაპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ხელისუფლებამ ეს შეთავაზება ძალიან დააგვიანა? მე ვერ დაგეთანხმებით, რომ დიალოგი არ ხერხდება. იმიტომ რომ ისევ და ისევ იმეორებ 2008 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ძალიან წარმატებულად მოვახერხეთ დიალოგი საპარლამენტო ოპოზიციასთან და არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ვისაც თქვენ მოუწოდეთ დიალოგს. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მე მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ მათი მხრიდან არის ულტიმატუმი. ურიცის ულტიმატუმზეა საუბარი, ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დიალოგი. არც აგავს ულტიმატუმის ფორმას ის, რომ ხელისუფლებას თავაზობს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგს და ამ დროს თავად განუსაზღვრავს თემებს, რა თემებზე უნდა ესაუბრონ. არა, ჩვენ ვიზახეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ, გარდა არჩევნებისა, ვადამდელი არჩევნებისა. დემოკრატიული პროცესი მოიცავს არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდს. არჩეული ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას ოპოზიციასთან შეთანხმებით, ოპოზიციის ჩართულობით და შემდეგ არჩევნებზე საზოგადოება უნდა გადაწყოს, რამდენად ეფექტური იყო დემოკრატიული. თქვენ არ განიხილავთ ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას. ოპოზიცია ეთქოს მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს. შედის თუ არა ამით პროცესები ჩიხში და რომელმა მხარემ უნდა დათმოს, რომ გარკვეული კომპრომისი მოხერხდეს? არა, პროცესი ჩიხში არ შედის. ეს არის ნორმალური ვითარება. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქე შეუძლია გამოხატოს თავის პროტესტი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. მთავარია ეს არ გახდეს რადიკალური, არ მოხდეს გარკვეული ძალადობა და დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოება არის მწიფე, რომ ესეთი ტიპის ძალადობა არ მოხდეს და ბუნებრივია ხელისუფლება არის მზად და მთელი ყურადღება არის იქითკენ მიმართული, რომ ნებისმიერ ამ მოქალაქეს კონდეს საშუალება თავისუფლად ყოველგვარი ძალადობის გარეშე გამოხატოს თავისი პოზიცია, თავისი პროტესტი ასე. ოპოზიცია მაინც აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ არ გაბედოს და არ გამოიყენოს ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ. გამორიცხავს თუ არა იმის შესაძლებლობას ხელისუფლება, რომ შესაძლოა პროცესები იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება საპროტესტო აქციები ძალადობრივი სცენარით განვითარდეს. მე ვერ გეტყვით ამ საკითხში როგორ მოხდება განვითარება, თუმცა ერთი რამე შემიძლია თქვა, რომ ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს არავითარ ძალას. თქვენ ნახეთ, რომ ძალიან მწირი იყო პოლიციელების რაოდენობა
იმ ტერიტორიასაც ადამიანები გამოხატავდნენ თავის პროტესტს, მაგრამ ამ პროტესტმა არ უნდა დაარღვიოს სხვისი უფლებები, სხვისი ფუნდამენტური უფლებები. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება სწორედ იმ სხვისი ადამიანის უფლებების დაიცვას, რომლის უფლებაც შეიძლება დაერღვეს დემონსტრანტების მიერ. მე არ ვიძახი, რომ ეს ასე მოხდება, მე არ ამგონია, რომ ასე მოხდება, უბრალოდ არსებობს ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს უჩნდება თუ მის მოქალაქეს უფლება იღებოდა, მის ფუნდამენტური უფლება იღებოდა. თუ რომელიმე ჯგუფი, მე არ ვიძახი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიმე ჯგუფი ადამიანების გარკვეული შევარდება სადმე დაამსხვრევს შუშებს ან ვინმეს მიაყენებს ზიანს, ბუნებრივია ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უჩნდება არა უფლება, არამედ ვალდებულება, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეობა. ბატონო გაგ და ბოლოს შეკითხვა საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებების რეალური შეზღუდვა და თანდათანობით შემდგომში საპარლამენტო მოდელზე გადასვლა. ასევე მერის პირდაპირ წესით არჩევა. არის თუ არა ეს ის საკითხები, რაც შეიძლება ხელისუფლებამ შესთავაზოს ოპოზიციას მოლაპარაკების საგნად? დიახ, ეს არის ის საგანი, ის საკითხები, რომელზეც ჩვენ მზადთავარ დიალოგი ვაწარმოებთ, მე შეგახსენებთ, რომ უკვე არის კონსტიტუციური ცვლილება შემოსული და მასზე არის ძალიან ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებით. ანუ ეს ნაბიჯი ამ შემთხვევაში თუ კი ოპოზიცია წამოვიდა დიალოგზე, მათი მოსაზრებები გაითვალისწინებდა. ბუნებრივია, ჩვენ ეს ამის მაგალითი უკვე ვანახეთ, თუმცა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შემთხვევაში, ამის მაგალითს ვერ იხსენებს ის ოპოზიცია, რომელიც ჩარშან იყო დიალოგში ჩართული. საარჩევნო ჯგუფზე, იმიტომ რომ პირველივე შეხვედრაზე, შინაარსობრივ შეხვედრაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ გასაჩივრების ვადები. ეს იყო ოპოზიციონურ პარტიებმა დააყენეს საკითხი, ძალიან სერიოზული პრობლემა იყო წინა არჩევნებზე და ჩვენ პოზიციების შეჯერებით ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ ეს ვადები უნდა გაიზარდოს უფრო ეფექტური, უფრო გამჭირვალე იყოს საარჩევნო პროცესი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. აკაკი მინაშვილი გახდა ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენ რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენი სტუმარი ლევან გაჩეჩილაძე იქნება. დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუდიის სტუმარი ამჯერად გახავთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. ბატონ ლევან, საღამომშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. გამარჯობა, მთელო საქართველო. ბატონ ლევან, მე თქვენ დაგისვამთ იმავე შეკითხვას, რა შეკითხვაც დაუსვით დღევანდელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ერთ-ერთ ლიდერს ოპოზიციის კონსტანტინე გამსახურდიას. დღევანდელი დღის შეფასება რა მიიღო 9 აპრილით ოპოზიციამ? ოპოზიცია უპირველეს ყოვლისა მინდა სამძიმარი გამოუცხადო 9 აპრილის 20 წლის წინ მონაწილეებს ტრაგიკულად დაღუპულ გმირებს. სამძიმარე მინდა გამოუცხადო ყველა მეომარს, ვინც იმის მერე საქართველოსთვის იბრძოდა და სისხლი დაღვარა და საქართველოსთვის ბრძოლა გრძელდება. რა მიიღო დღეს? მიიღო ერთობა, ხალხმრავალი აქცია, მიიღო ხალხის ნება, გამოხატული იმით, რომ სააკაშვილი უნდა დაემშვიდობოს თავის სავარძელს. აი ეს მიიღო დღეს 9 აპრილმა. და არა ოპოზიცია, მე ესე ვიტყოდი, ოპოზიციაც ხალხის ნაწილია და ისე როგორც მთელი ხალხი და მთელი საქართველო იდგება იქ, რომ თავისი მამული გადაარჩინოს. ოპოზიცია იყო ამ აქციის ორგანიზატორი, სწორედ ამიტომ ვიკითხე, რა მიიღო დღეს რა ოპოზიცია. თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ და უპასუხისმგებლო ადამიანებისგან განსხვავებით მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ ყოველთვის სადაც ვიქნებით ჩვენ, სულ ვიქნებით პასუხისმგებლობის ქვეშ. იმ პასუხისმგებლობის ქვეშ, რასაც სამშობლოს, ჩვენი დედა სამშობლოს სიყვარული ქვია. დიახაც, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და მუდამ ვიქნებით პასუხისმგებლები, როცა ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა შეეხება. ბატონ ლევან, 24 საათიანი ულტიმატუმი თქვენი მიმართვა მიხეილ სააკაშვილს. თუ კი მიხეილ სააკაშვილისგან თქვენ ვერ მიიღებთ ხვალამდე დათქმული ვადის ამოწურვამდე სასურველ პასუხს, რას აკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია? 3 საათზე მოუწოდებ ყველას, რომ შევიკრიბოთ ისევ პარლამენტის წინ და თუ რას ვაკეთებ, თქვენც და მთელი საზოგადოებაც, რომელიც ხალხმრავალი იქნება ხვალ 3 საათზე, გაიგებს ამის შესახებ, რას ვაკეთებთ ჩვენ ხვალ. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან დგანან ჩვენი დედები, ჩვენი მამები, ჩვენი დედმამიშვილები, ჩვენი მეზობლები, მეგობრები და ყველა ის ფასეულობა, რაც ქართული ფასეულობაა დღეს, რომელიც დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, ხვალ საზოგადოება 3 საათზე გაიგებს თუ რას ვაპირებთ. ხვალაც შემდგომ დღეს 3 საათზე გაიგებს თუ რას ვაპირებთ ზეგ. ეს წინასწარ გაწერილი გეგმის ნაწილია ხომ არ იქნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ოპოზიცია მომდევნო დღის 3 საათამდე ცდილობს მოიფიქროს თუ რას გააკეთებს ამ შემდგომ დღეს?
მაგ შთაბეჭდილება თქვენ თუ გაქვთ, მე არ ვიცი და ჩვენ ძალიან მომზადებული ვართ ამ აქციებისთვის და ძალიან მტკიცებთ ვართ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადადგეს. ბატონო ლევან, ოპოზიციის რიგებში დღევანდელი გამოსვლების დროს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების გამოჩენას, კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის გამოჩენას მოყვა ძალიან არაერთგვაროვანი რეაქცია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ არ არის გამართლებული ოპოზიციის ერთიანობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მიზნით? კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს არ არის ოპოზიციის ერთიანობა, ეს არის ქართველი ხალხის ერთიანობა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. მე არ ვიცი თქვენ რამდენად თვალყურს ადევნებთ იმ კლიპებს, რომელიც მაესტროში გადის და კავკასიასზე გადის, ჩვენ ვერ მოგვეცა იმის საშუალება, რომ მთლიანად საქართველოში გაგვეშვა ეს კლიპები, მინდა იცოდეთ, რომ ვერ მოგვეცა ამის საშუალება ვერც პირველ აღზე და ვერც იმედზე. ეს არის საქართველოს სამსახურში ყოფნა. რაც შეეხება ქალბატონი ნინო ბურჯანაძის საკითხს, რა თქმა უნდა, ის როგორც ყოფილი წევრი ამ ხელისუფლებისა, გარკვეული, მოდი ესე რბილად ვიტყვი, ჩემთვის არასწორი რეაქცია მიეცა, თუმცა არ გამოურიცხავ ამ სიტუაციაში კონკრეტული პროვოკაციულ სისტემასაც, რომელსაც მანო ბერაბიშვილი ძალიან კარგად ასრულებს ხოლმე. მე დავინახე რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ოპოზიციის სხვადასხვა ფორმაში იყვნენ გადაცმული და ყოველ შემთხვევაში რო ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყვნენ, ანალოგიური კითხვა პირად შეკითხვაზე დამიშვენ, ისინი აორთქლენ და გაქრენ იმ ადგილას. ანუ ის ადამიანები იყვნენ, ვინც ნინო ბურჯანაძეს დღეს გამოსვლისას დაუსტვინეს, ბატონო ლევან. შესაძლებელია რომ მაშინ რატომ მხოლოდ ნინო ბურჯანაძის ირაკლი ალასანიაც ამავე ხელისუფლების გუნდის ყოფილი წევრი იდგა დღეს ოპოზიციის გვერდით? ხელისუფლების რანგირებად ეხლა ვერ შევადარებ იმ ხელისუფლებაში რანგირების შემთხვევაში ნინო ბურჯანაძის და ირაკლი ალასანიას რანგს. ირაკლი ალასანია უშუალოდ არ იყო იმ პროცესებში ჩართული, რასაც 7 ნოემბერი, 5 იანვარი და 21 მაისი ერქვა. კი ბატონო, იმ დღეს იდგა ირაკლი ალასანია, იდგა ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ლიდერების გვერდით, თუმცა არ ყოფილა ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც დღეს იმყოფებოდა აჭარაში და მან განაცხადა, რომ ჩამოვა თბილისში და შეუერთება ოპოზიციას. მიიღებენ თუ არა მას თავის გვერდით ოპოზიციის ლიდერები? ეს ჩემი საქმე არ არის, მე ვის მივიღებ და ვის არ მივიღებ. ეს არის ქართული ხალხის გადასაწყვეტი და ვინც ზედმეტ სისხლს, ზედმეტ ძალას და ზედმეტ ენერგიას შემოგმატებს ამ საქართველოსთვის საჭირბოროტო ბრძოლაში, რა თქმა უნდა, რომ მიკროფონი ყველასწიეს ქართული ხალხის არის და მე არ მესმის უბრალოდ თქვენ რატომ რანგირებთ ამ სიტუაციას. რას ნიშნავს რანგირებ ბატონო? რას ნიშნავს იმას, რომ ეხა ნინო ბურჯანაძის ნებავთ სხვა ადამიანების თქმით გონიათ, რომ ეს ხალხი არ გამოდის. არა, უბრალოდ ეს კითხვა დავსვით, რომ რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ ერთი წუთით დამამთავრებიეთ. ეს ხალხი არ გამოდის რომელიმე კონკრეტული ლიდერის გამო, არც ლევან გაჩეჩილაძის გამო, არც ირაკლი ალასანიას გამო, არც ნინო ბურჯანაძის გამო და გნებავთ არც ნოღაიდელის გამო. ეს ხალხი გამოდის თავისი მამულისათვის და თავისი სამშობლოსათვის. საქართველოს ისტორიის მომავალში მიხეილ სააკაშვილი არ წერია ის კაცი, რომელსაც ერთ მხრივ სამსახურების შექმნა უნდა და მეორე მხრივ უნდა რომ დაშინებული ადამიანები ყავდეს იმ სამსახურში. არ წერია ის კაცი, რომელსაც დაკარგა 20% ქართული ტერიტორიების. არ წერია ის კაცი, რომლის ხელისუფლების ყოფნის დროს ვერანაირ სამართლას ვერ იპოვი ამ ქვეყანაში. არ წერია ის კაცი, სადაც პირდაპირ ებრძვიან ქართულ სინამდვილეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას. თქვენ თუ მე ერთ ატრიბუტს მეტყვით, აი როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ სახელმწიფოს რომელი ატრიბუტი, ქართული სახელმწიფოს რომელი ინსტიტუტი დღეს მუშაობს მიხეილ სააკაშვილის სურვილების გარდა, კი ბატონო, მე თქვენ დაგემორჩილებ. ბატონო ლევან, მე უმჯობესია განვაგრძობ შეკითხვების დასმას. შეეხება ზურაბ ნოღაიდელს, მე შეკითხვა იმიტომ დავსვი, რომ ამ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კობა დავითაშვილმა გუშინ ჩვენს არხზე თოქ-შოუში განაცხადა, რომ კითხვა, როდესაც დაუსვეს მას, რატომ არის ოპოზიციის გვერდით დღეს ნინო ბურჯანაძე და არა ზურაბ ნოღაიდელი, მან განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელი უკვე ნამეტანია. ეს კობა დავითაშვილის აზრია და ყველასაც მე აბსოლუტურად ჯანსაღად ვთვლი, ისევე როგორც ბატონო ლევან, თქვენ საუბარში განაცხადეთ, რომ ოპოზიცია და აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. რას გულისხმობთ? მე დღეს ჩემს გამოსვლაშიც თქვი, რომ ჩვენს უკან დგანან ჩვენი დედები, ჩვენი მამები, ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო, ჩვენს უკან დგას ქართული სახელმწიფო, რომელიც უკვე დაქუცმაცებულია და კიდევ მრავალგზის შეიძლება დაქუცმაცდეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. აქედან გამომდინარე, უკან დასახევი გზა ჩვენ არ აგვაქვს, ფიზიკურად არ აგვაქვს, მერწმუნეთ.
მართალი რო გითხრათ, ეხლა ჩვენც ადამიანები ვართ და რეზინისგან არა ვართ გაკეთებულები. ჩვენ უკან დასახევი გზა არ აქვს, რამე თუ ჩვენი ქვეყანა დღეს უდიდეს განსაცდელშია. უდიდეს განსაცდელშია. თქვენ კიდევ არ წარმოგიდგენიათ რა განსაცდელშია. ბატონ ლევან, რატომ მივიდა ვითარება იქამდე, რომ უკან დასახევი გზა არ გრჩებათ? ეგ მიხეილ სააკაშვილს უნდა კითხოთ. ანუ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა იკვეთება ამაში? რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ის ძალადობა, ის პოლიციური სისტემის შექმნა, ის ადამიანის უფლებების იგნორირება, ის ოჯახის უფლებების იგნორირება, ქართული სოფლის, ქართული ქალაქის, ქართული რაიონის თუ მთელი საქართველოს ფასეულობების იგნორირება, რაც დღეს ხელისუფლების წიაღიდან ხდება. ბატონ ლევან, რას ნიშნავს ქალაქის და სოფლის ფასეულობების იგნორირება? იგნორირება? მოძულეობას ნიშნავს, ესე ერთი სიტყვით თუ გინდათ გითხრათ, საზოგადოება და ადამიანები ამ ხალხს უყვარს მაშინ, როდესაც ძალიან დიდძალი ხალხი გამოდის ქუჩაში. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის კაცთმოძულე. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სოფელს, ვერც ერთ რაიონს, სადაც უყვარდეთ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის გამორიცხული, ეს შიშის სინდრომი მუშაობს ყველგან. თქვენ მითხარით, შეიძლება ყავდეს შეშინებული ქართველი, ამხელა ისტორიის მქონე ერი შეიძლება შეაშინო. ეს არის გამორიცხული, სწორედ ამის რეაქცია იყო 9 აპრილი. აი ამას ნიშნავს ზუსტად. თქვენსავით ხელისუფლებაც საუბრობს საზოგადოების სახელით, როგორც თავად ხელისუფლება არ საუბრობს. როგორც ოპოზიცია საუბრობს, რომ საზოგადოების დაკვეთაა და მოთხოვნა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წავიდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან, ასევე ხელისუფლებაც ამტკიცებს იმას, რომ საზოგადოების დაკვეთა სულაც არ არის ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებსაც დღეს აქციაზე აყენებენ. ხელისუფლება, ჩვენ ყავს მატყუარა ხელისუფლება, მინდა გითხრათ, ეს ტყუილები გრძელდება აგერ და უკვე 4 წელზე მეტია, ამ ტყუილების არავის აღარ ჯერა, ამის დამადასტურებელი იყო დღევანდელი აქცია და კიდე ის აქციები, რომელიც მომავალში გველოდება. მატყუარა ხელისუფლებამ დღეს რაც არ უნდა თქვას, ის არის ტყვილი და ის იქნება ყოველთვის ტყვილი. ადამიანი, რომელიც პატრიარქის კალთას ამოეფარება და ისე მოვა 9 აპრილის მემორიალთან, აქ დამთავრებულია ლაპარაკი, აღარ ვიხსენებ სხვა იმ ცნობილ თემებს, რაც მთავარსარდალმა საერთოდ ქართულ ჯარს და გაამახვილა ყურადღებას სწორედ იმაზე. ქართულ ჯარს და ქართულ საზოგადოებას აკადრა. დღეს 9 აპრილის მემორიალთან რომ თქვენი და იქით დავით ბაგრაძის და მიხეილ სააკაშვილის გვერდი და გაჩნდა ასეთი კითხვაც, რომ თუ კი გარკვეულ სიტუაციაში ხერ ხდება დაპირისპირებული პოლიტიკური ოპონენტები იდგნენ ერთმანეთის გვერდით, რატომ არ ხერ ხდება, რატომ ვერ ხერ ხდება ის, რომ ისინი მართლაც მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ისაუბრონ იმ თემებზე, რაც დღეს არის დაპირისპირების მიზეზი. უპირველეს მინდა გითხრათ, რომ მე უწმინდესის გვერდზე ვიდექი, მე ვიდექი 9 აპრილის გმირების დაღუპული გმირების მემორიალის გვერდზე და მე ვიდექი საქართველოს გვერდზე. და უწმინდესის კალთა ამოფარებულები, იქ როცა დგას უწმინდესი, იქ უნდა იყო მორჩილი და იქ უნდა იყო თავდახრილი. სწორედ ამან განაპირობა ჩემგან, რომ არ წამოვიდა აგრესია ამ ადამიანების წინააღმდეგ. რატომ ვერ ხერხდება? იმიტომ ვერ ხერხდება, რომ კიდევ ერთხელ გითხარით, ეს ხალხი არის მატყუარა, მათ უნდათ ყოველი დღის გადაგორება და ამით ხა მე ერთი რამე მინდა გითხრათ, ახლა უკვე რამოდენიმე წელია ჩვენ ქუჩაში ვდგავართ და ვითხოვთ ამა თუ ესა თუ ის მოთხოვნები გქონდა. თქვენმა ერთი მოთხოვნა დამისახელეთ, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეასრულა და კი ბატონო, თუ როდესაც ქართველი კაცი ყოველ შემთხვევაში საქართველოში დაბადებული რამოდენიმეჯერ მოგატყუებს, თქვენი ხო გქონიათ ცხოვრებაში გამოცდილება, რომ თქვათ ერთმა ადამიანმა რამოდენიმეჯერ მოგატყუა, იმ ადამიანს დაუჯერებთ მე? როგორ უნდა აღდგეს ეს ნდობა, ბატონო ლევან? არ არსებობს ამ დონის აღდგენის რესურსი. ნდობა არის ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრივი შექმნის, მისი მომავლის აშენების ნდობა. სწორედ ბევრი თავისუფალი ადამიანის დასაქმება, სამართლის გარკვევა, სწორედ ის, რომ ადამიანის თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული, სწორედ ის, რომ ჩვენ გვეყოლება საშუალო კლასი, რომელიც იქნება დასაქმებული, რომლის სოციალური პრობლემები იქნება გათვალისწინებული. დასაქმება და სოციალური მოგვარებაც არის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი, როგორც ისინი თავად ამას ამბობენ. ეს არის ტყუილები და ეხლა 10 ჯერ ტყუილ სიტყვას ნუ მათქმევინებთ, იმიტომ რომ საქართველოს არ უხდება სიტყვა ტყუილი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დღეს თელმა მსოფლიომ და ქართულმა ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ სააკაშვილი უნდა გავმიჯნოთ საქართველოსგან. სააკაშვილი უკვე ღირსია, რომ გაიმიჯნოს საქართველოს. იმიტომ რომ ის რაღაც სავარძელში ზის, ეს არ ნიშნავს, რომ ის გამიჯნულია.
ჩვენ უნდა ჯერ გავმიჯნოთ ის საქართველოდან, ქართული ხალხის ინტერესებიდან, მისი დასაქმების თუ სოციალური თუ კეთილმოწყობის ინტერესებიდან, შემდგომ ისი უნდა გაუშვათ პოლიტიკურ საოქიოში, შემდგომ ყველაფერი მერწმუნეთ თქვენი საქმეს და ჩემი საქმე ძალიან კარგად იქნება. აი როგორ იქნება ბატონ ლევან? დავუშვათ გადადგა მიხეილ სააკაშვილი. რა პასუხისგებლობას იღებს ოპოზიცია და როგორ ატარებს ვადამდელ არჩევნებს? პასუხისმგებლობას იღებს იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობას ეკუთვნის ჩვენ სამშობლოს და ჩვენ მამულს. ჩვენ ვიქნებით სრულად პასუხისმგებელი იმაში, რომ ჩატარდება აბსოლუტურად თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს ექნება იმის შანსი, რომ თავისი კონკრეტული პროგრამა წარუდგინოს საქართველოს მოსახლეობას, ქართველებს, იმისთვის ამა თუ იმ ფორმით არჩეული პოლიტიკური ლიდერი იქნება თუ პოლიტიკური პარტია წარმოადგენდეს ხელისუფლებას და მან გულწრფელად, აბსოლუტურად გულწრფელად მართოს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავის ხალხთან, ყოველ მის მოქალაქესთან, ყოველ მის ოჯახთან. როცა ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ წარმოადგენენ ოპოზიციის ლიდერები პროგრამას, ბატონ ლევან, დღეს რატომ არ აქვთ ოპოზიციის ლიდერებს პროგრამები, რატომ არ აქვთ ხედვა, რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით გაუწიონ ოპონირება, სერიოზული ოპონირება ხელისუფლებას? რომელი მიმართულებებზე მელაპარაკებით? ყველა ოპოზიციურ ძალას აქვს თავისი კონკრეტული პროგრამა. მაგრამ ეს პროგრამა არავითარ შემთხვევაში არ იქნება განხორციელებული, სანამ მიხეილ სააკაშვილი თავის სავარძელზე იჯდება. პროგრამა მოგცემს მხოლოდ იმის საბაბს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეოპონიროთ, რომელსაც მე იგივე თქვენი არხი და სხვა კიდე სახელმწიფო არხები მონათლავენ როგორც დაპირისპირებას. ჩვენ ვართ ერთიანი დღეს ჯერმის გადადგომაში და შემდგომ თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში და პროგრამების რეალიზებაში. ბატონ ლევან, ანუ თქვენ დღეს გამორიცხავთ ყველანაირ დიალოგს ხელისუფლებასთან. კაცო, მე რა შუაში ვარ? მე ვარ ერთ-ერთი ლიდერი იმ აქციის, აქციაც მიმდინარეობს ლიდერის, ახლა მე ლიდერად არ დაობადებულ ვარ და არც ვიქნები მომავალში შეიძლება, მაგრამ ეს არის დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ხალხთან. საჯარო, პირდაპირი და დიალოგის შანსი და უფლება ამ ხალხს ჰქონდა ბევრჯერ, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრჯერ მოიტყუა და ძალიან ბევრჯერ არასწორი ქართული საქმეები აკეთა, დობა ამ ხელისუფლებას აქვს დაკარგული. ანუ თქვენ არ გსურთ არც ერთ საკითხზე ხალხთან მობრძანდეს, აიღოს დიალოგის მანდატი და შემდგომ აქციაზე გამოვიდეს, ბატონ ლევან. თქვენთაც აქციაზე გამოვიდეს, სადაც გინდათ იქ გამოვიდეთ. რატო ვერ მოდის? მარტო პატრიარქის კალთა სამოფარებული როა ვაჟკაცი. სხვათა შორის, როცა თქვენ ამბობთ, რომ დღეს პატრიარქი იდგა 9 აპრილის მემორიალთან და სწორედ ამიტომ ვიდექით თქვენც იქ და არ მდგარხართ მიხეილ სააკაშვილის გვერდით, არ გეუბნებათ არაფერს აქციის ორგანიზატორ ოპოზიციას ის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყველა მხარეს მოგიწოდებთ ერთმანეთს მოусმინოთ. რა თქმა უნდა, აბა როგორ უნდა იყოს პატრიარქი ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში სულ იყო, იქნება და დღესაც აწყოში არის, ეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ესეც უნდა იყოს, ეს ძალიან ბუნებრივია და როგორი თვალწინებთ თქვენ პირადად ამ რჩევას, ბატონ ლევან? რომელ რჩევას? არანაირი რჩევა ჩვენ არ გქონია. პატრიარქის მოწოდება და მიმართვა, რომ ყველა მხარემ და პოლიტიკურმა მხარეებმა მოусმინონ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, სიტყვას იტყვით. ჩვენ კი ბატონო, როცა ისმენთ ყუილს და ხალხის მოსმენა, სხვა არავის არ უნდა, მით უმეტეს სააკაშვილს. მე ესე მესმის ეს და ესე არის. ბატონ ლევან, თუ კი ხელისუფლებამ ჩვენ გადაცემის სანამ თქვენ იქნებოდით ჩვენი სტუმარი, უმრავლესობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევა, საკონსტიტუციო ცვლილებები, თანდათანობით საპარლამენტო მოდულზე გადასვლა, პრეზიდენტის უფლებების რეალური შეზღუდვა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, ეს საკითხებია, რაზეც ხელისუფლება არის მზად, რომ წავიდეს დიალოგზე და დათმოს ოპოზიციის მოსაზრებების სასარგებლოდ. არ არის ეს საკითხები საკმარისი იმისათვის, რომ ოპოზიცია მივიჯდეს მოლაპარაკების მაგიდას? მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე მოგახსენებთ, მე მთელ საქართველოს მინდა მივმართო ხალხო, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი მაგრა იქნება, ძალიან ჩქარა წავა აქედან მიხეილ სააკაშვილი. ბატონ ლევან, დარწმუნებული ბრძანდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გადადგება? სხვა გზა არ არის, დარწმუნებული ვარ. დიახ, დარწმუნებული ვარ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ხალხის ნება მაძლევს ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი ქართველი ხალხის და საქართველოს მოკალაქეების პირდაპირი შეკვეთა და პირდაპირი ნება. ანუ თქვენ მზად ხართ შეინარჩუნოთ ის მუხტი იმ ხნის განმავლობაში, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგება? მე მზად ვარ თავგანწირვისთვის. მუხტი შენარჩუნდება თუ არ შენარჩუნდება, ამას ხვალინდელი ზეგინდელი დღე გვანახებს. მე დარწმუნებული ვარ,
რომ ქართული საზოგადოება სრულიად საქართველოს მზად არის იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ ეწევოს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. თუ კი პროცესები მომდევნო უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც თქვენ ამბობთ, არ განვითარდა იმ სცენარით, როგორც ამას ხედავს ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში რას აპირებთ? ყოველ დროს მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, მყისიერს იმას, რა შეკვეთასაც მოგცემს ქართული საზოგადოება. საპარლამენტო არჩევნები თუ კი მართლაც დაინიშნა, დაუშვათ თეორიულად, მიიღებთ მონაწილეობას ბატონ ლევან. მე პირადად მეკითხებით, თქვენ და ოპოზიციის სხვა ლიდერები. მიხეილ სააკაშვილი როცა გადადგება, ყველა არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას. თუ კი ისე დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მერაბიშვილის საპარლამენტო არჩევნები და სააკაშვილის მეხუმრებით ახლა. არა, კითხავს ვამ. მივიღეთ ერთხელ მონაწილეობა და რაც გამოდნა, ხო ნახეთ. ანუ აღარ აპირებთ. მერაბიშვილის და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არც ერთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ოპოზიცია არ აპირებს. საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შემთხვევაშიც კი? რომელ კომისიაზე მელაპარაკებთ? ჩვენთან არ არსებობს არც კანონმდებლობა, არც კონსტიტუცია, არც კომისია. ჩვენთან არსებობს სურვილი ერთი ადამიანის, რომელსაც თავი ბოლო 1000 კაცი კრიმინალი ემსახურება. ბატონ ლევან, რატომ არ გსურთ კიდევ ერთხელ სცადოთ და მართლაც შეეცადოთ დაარწმუნოთ ხელისუფლება იმაში, რომ გაატაროს რადიკალური რეფორმები და ძირეული ცვლილებები? კიდევ ერთხელ გიმეორებთ, 2 წელია ქუჩაში ვდგევართ, ამ ხალხს არაფერში დარწმუნება არ ჭირდება, ეს არის მიზანმიმართული, კრიმინოგენული ვითარება ხელისუფლებაში, ვისაც არაფერში დარწმუნება არ ჭირდება. ის რომ თქვენ 2 წელია ქუჩაში ხართ, ეს მხოლოდ ხელისუფლების პრობლემაა, ბატონ ლევან, თუ ეს არის ოპოზიციის შეცდომაც? ქუჩაში რო ვართ? დიახ. როგორც რასაც გთხოვს ხალხი, ისე ვიქცევით ჩვენც და ხალხი გთხოვს, რომ როდესაც სხვა რესურსი მე გულისხმობ იმას, რომ ოპოზიციამ ამ გზით, ამ მიმართულებით, რომ თქვენ ხართ ქუჩაში, ვერ მიაღწიათ შედეგს. სხვა არ არის დარჩენილი. დღეს, როდესაც გენერალ გმირკაც ყარყარაშვილს აჩერებენ და მცდელობა აქვთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ, იქ სხვა გზა აღარ არის. სხვა გზა აღარ არის. მართლა არ არის სხვა გზა. ერთადერთი რესურსი ჩვენი, ეს არის ჩვენი გამძლეობა, ჩვენი სიმტკიცე და ხალხის ნების და მოთხოვნის შესრულება. სხვა კითხვა აღარ არის, და არც სხვა გზა აღარ არის. როდემდე აპირებს ასე ყოფნას ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე? სანამ სააკაშვილი არ გადადგება, ძალიან მარტივი კითხვაა და უმარტივესი პასუხი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. იცოცხლეთ. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. საქართველოს გაუმარჯოს და ქართველებო მაგრად იყავით, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. პირველი თემა ეთერში სამშაბათს გავა, მე კი ხოლმე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.